ირაკლი ზარქუა მონაკოს ღამის ცხოვრების კადრებში გუშინ Daily Monaco-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კადრში უცნობ ქალთან ერთად სავარაუდოდ შემთხვევით გამოჩნდა ოცნების დეპუტატიც. აკაცუკები და ძმანი მის ნიჩემზე ავრცელებენ მორიგცრუ ინფორმაციას, რა მონაკო და საფრანგეთი აგერ თბილისში ვარ. ასე გამოეხმაურა ზარქუა გავრცელებულ კადრებს და თქვა, რომ ის ხელოვნური ინტელექტითა და ფოტოშოპითაა გაკეთებული. ზუსტად 1 წლის წინ 13 იანვარს მოხდა აბუ-დაბის ინციდენტიც, როცა ლაშა გაბიტაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების გამო ზარქუა აბუ-დაბის საპყრობილეში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი. ირანში ამერიკის შეერთებული შტატების ვირტუალური საელჩო განცხადებას ავრცელებს და მათ მოქალაქეებს ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციებისა და მზარდი ესკალაციის ფონზე ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ხილად იყავით დრონებთან. სენატორი ლინდსი გრემი აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს და ირანის უზენაეს ლიდერს ამერიკაზე გამოთქმულ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს ახსენებს. გავიგე, რომ მოსკოვი ზამთრის საოცრებათა ქვეყანაა, წერს სენატორი. ტრამპი ყველა ქვეყანას, რომელიც ირანთან ბიზნეს საქმიანობით არის დაკავებული, 25%-იან ტარიფს უწესებს. მისი განცხადებით, განკარგულება საბოლოო და შეუცვლელია.